აქცენტი არის ეს, რომ ჯერ კიდევ სამუშაო ადგილებს ფლობენ, ჯერ კიდევ. ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ მეც ვფლობდი ჯერ კიდევ სამუშაო ადგილს, სადაც დღეს არ ვფლობ, რომელსაც შესაბამისად საჯარო სამსახურში და ნებისმიერ ადგილას, სადაც ადამიანები მუშაობენ, ეს არის მათი შრომითი უფლება. მე დღეს შრომითი უფლება შემიზღუდა ჩემმა სახელმწიფომ. და თუ გინდათ, რომ მომავალში თქვენი უფლება არ შეიზღუდოს და თქვენ ღირსეულად იმუშაოთ, დიახ, დღეს თუნდაც ჩემი, კიდევ ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გამოშვების ხარჯზე თუნდაც იყოს მაგალითი იმისა, რომ აი, თქვათ, ჩვენ დღეს ვართ გარეთ დარჩენილები უსამართლოდ და იმის გამო, რომ უსამართლობას დუმილით ებრძოლო, ჯობს რომ უსამართლობას ებრძოლო სამართლიანობით და ხმის ამოღებით და თქვა შენი სათქმელი, ვინაიდან შრომით უფლებების დარღვევა, შრომის უფლების წართმევა არავის არ ძალოც. თუმცა მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი შრომითი უფლებები დარღვეულია და სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდე ხვალ და ვთქვა, რომ ჩემი უფლებები დაირღვა. მე წამართვეს შრომის უფლება.